შეამცირა თუ არა საკეისრო კვეთების საგანგაშო რაოდენობა 2 წლის წინ სამშობიარო კლინიკებისთვის დაწესებულმა რეგულაციებმა. საუბარია დაფინანსების ახალ მოდელზე, რომლის მიხედვითაც საკეისრო და ფიზიოლოგიური მშობიარობების ტარიფი გაიზარდა და გათანაბრდა. კლინიკებს მსგავსი ოპერაციების მაქსიმალური ზღვარი დაუწესდა, სახელმწიფო დაფინანსებამ კი მოიმატა. მიზანი სერვისის ხარისხის გაუმჯობესება და საკეისრო კვეთების კრიტიკული ზღვარის მინიმუმამდე შემცირება იყო. შეიცვალა თუ არა სამედიცინო კუთხით ნეგატიური და საფრთხის შემცველი ტენდენცია. მედიკოსებს მარიამ აფციაური ესაუბრა. ეს ერთი დღის დანიელ ჩაგელიშვილია. ის ფიქრია შეყილაძისთვის მესამე შვილია. წინა შემთხვევების მსგავსად დედამ ბავშვი ახლად საკეისრო კვეთით გააჩინა. ამბობს, რომ ეს მისი არჩევანი არ ყოფილა და საკეისროს გზით შვილების გაჩენა სამივე შემთხვევაში სამედიცინო ჩვენების გამო გადაწყდა. საკეისროს მოყვება ესეთი გართულებები ტკივილია, რა თქმა უნდა, თავბრუსხვევები, ვერდგები ვერ მოძრაობს ნორმალურად და ძალიან რთულია ბავშვის მოვლა ამასთან ერთად. არასაჭირო საკეისრო არის, როცა ჩვენება არ აქვს. ან თვითონ გამოწვევას იწყებს თვითონ პაციენტი და ყველაზე მეტად ეს არის მოთხოვნით საკეისრო. მოთხოვნით საკეისრო მას აქვს პაციენტს უფლება მოითხოვოს და ეს პრაქტიკულად ჩვენებაშია. მაგრამ მე ვთვლი, მე კი არ მედიცინა თვლის ამას, არასაჭირო საკეისროდ. აი აქ უნდა გადავათქმევინოთ ჩვენ პაციენტს და აუხსნათ ის მოსალოდნელი გართულებები, რომელიც შეიძლება საკეისროს მოყვეს. დაავადებათა კონტროლის ცენტრის მონაცემებით, თუ 2019 წელს საკეისრო კვეთების რაოდენობა მშობიარობების 40%-ს შეადგენდა, მომდევნო წლებში ეს მაჩვენებელი იზრდებოდა და 2023 წელს 47%-საც კი გადააჭარბა. ეს კი სახელმწიფომ კრიტიკულ ზღვრად მიიჩნია და ფიზიოლოგიური მშობიარობების წასახალისებლად რეგულაციები აამოქმედა. ახალი წესები ძალაში 2 წლის წინ 2023 წლის 15 ნოემბერს შევიდა. ცვლილებამდე სახელმწიფო ფიზიოლოგიურ მშობიარობას 500 საკეისრო კვეთას კი 800 ლარით აფინანსებდა და მნიშვნელობა არ ჰქონდა ქალმა თავად მოითხოვა ქირურგიული ჩარევა თუ სამედიცინო ჩვენებით ექიმმა დაუნიშნა. ცვლილებების შედეგად კი ორივე სერვისის ღირებულება გათანაბრდა და 1222 ლარი გახდა. ეს იმისთვის გაკეთდა, რომ კლინიკას საკეისრო კვეთის გაკეთების ფინანსური мотиваცია აღარ ჰქონდეს. ამას ემატება პირობა, რომ საკეისრო კვეთის ჩატარებისთვის სამედიცინო ჩვენება უნდა არსებობდეს. იმ შემთხვევაში, თუ კი ორსული ჩვენების გარეშე საკუთარი სურვილით გადაწყვეტს საკეისროს გაკეთებას, მას სახელმწიფო აღარ აფინანსებს და მთლიანი მომსახურების თანხა თავად უნდა გადაიხადოს. როდესაც პაციენტს უნდა მოთხოვოს საკეისრო კვეთის ჩაწარმოება, უნდა დატოვოს ერთჯერადად DRG პროგრამა და მთელი თანხების აკუმულირება, ანუ გადახდა უნდა მოახდინოს თვითონ. შესაბამისად, ამან შეამცირა საკეისრო კვეთები მოთხოვნით, ეს ერთი ფაქტორი და მეორე ფაქტორი ექიმებმა უფრო აქტიურად დავიწყეთ პაციენტთან მუშაობა, ზუსტად აი რომ რა გართულებები აქვს საკეისრო კვეთას, რომ არ ვარ გამოთხოვნი საკეისრო კვეთა. კიდევ ერთი რეგულაცია, რამაც საკეისრო კვეთების რიცხვი შეამცირა, სპეციალისტების ინფორმაციით სამშობიაროებისთვის ზღვრული ნორმის დაწესება, რაც იმას ნიშნავს, რომ ცვლილებით საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამას ეთიშებიან ის კლინიკები, სადაც საკეისრო კვეთების მაჩვენებელი ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დადგენილ ზღვარს გადააჭარბებს. ეს ზღვარი კი სამშობიაროების დონეების მიხედვით სხვადასხვა. მაგალითად, იმ სამშობიაროებში, რომლებიც გაურთულებელ მშობიარეებს იღებენ, საკეისრო კვეთების წილი 24%-ს არ უნდა აღემატებოდეს. მეორე და მესამე დონის სამშობიარო დაწესებულებებში, სადაც გართულებულ მშობიარეებს იღებენ, წლის განმავლობაში საკეისროს მაჩვენებელი 40%-ზე მეტი არ უნდა იყოს. მესამე დონის კლინიკებში კი, სადაც ყველაზე რთულ შემთხვევებს მართავენ და საჭიროების შემთხვევაში ჩვილს ან დედას რთული ოპერაციებიც უტარდება, საკეისრო კვეთების დასაშვები მაქსიმალური ზღვარი 45%-ია. იმედის და გაგუას კლინიკებში, რომლებიც მეორე და მესამე დონეს შესაბამება აცხადებენ, რომ რეგულაციებმა საკეისრო კვეთების რაოდენობა მართლაც შეამცირა. პირველ რიგში გეტყვით, რომ ჯანდაცვის სამინისტრომ შეიმუშავა ესეა, ამას ძალიან დადებითი მნიშვნელობა ჰქონდა. გაკეთდა ზედაზღვარი განისაზღვრა, დაევალა ყველა კლინიკას შემცირების ტენდენცია ყოველწლიურად და გაკეთდა სამიზნე ისიც 2030 წლამდე როგორ შეიძლება შემცირდეს საქართველოში და საერთოდ საქართველოში საკეისრო კვეთის მაჩვენებელი. მთავარი ტენდენცია არის შემცირების დაბალი რისკის პაციენტებში, ანუ პირველ საკეისროებში უნდა შემცირდეს. ეს არის 37 კვირის შემდგომ თავის წინამდებარეობის დროს სპონტანურ მშობიარობაში გაკეთებული საკეისროები.
თუ ეს საკეისროები შემცირდება, მაშინ შეიძლება იყოს ტენდენცია შემცირებისაკენ. წინა წლებში მაგალითად ძალიან ბევრი საკეისრო კვეთა გაკეთა სანამ რეგულაცია შემოვიდა. შესაბამისად ეს წინა წლებში ნაკეისრალი ქალბატონები, ვინც ორჯერ საკეისრო კვეთა გაკეთებულა მესამე უწევს, ეს განსაკუთრებით ეს პრობლემა აქვს მესამე დონის კლინიკებს, სადაც ძალიან რთული შემთხვევები შედიან. მხოლოდ ფინანსური მექანიზმებით ამის გაკეთება შეუძლებელია, მისი შემცირება შეუძლებელია. აქ ძალიან მნიშვნელოვანი არის საგანმანათლებლო ღონისძიებების ჩატარება ორსულთა მიმართ, რომ მათ აეხსნას გარკვევით, რომ საკეისრო კვეთებს აქვს ძალიან ბევრი ნეგატიური უარყოფითი თვისებები, როგორც თვითონ ორსულებთან მიმართებით, ასევე მომავალი თაობის ბავშვებთან მიმართებით. როგორია საკეისრო კვეთების 2024 წლის მაჩვენებელი ქვეყნის მასშტაბით, სტატისტიკა ამ ეტაპზე არ არსებობს, თუმცა კლინიკები საკუთარ მაგალითზე უკვე საუბრობენ ამ სახის ოპერაციების შემცირებაზე. მათი თქმით, გარკვეული როლი შეასრულა საზოგადოების ცნობიერების ამაღლებამაც, რომელმაც ფიზიოლოგიური მშობიარობის უპირატესობები უკეთ გაითავისა. ამიტომ იმ წყვილებს, რომლებსაც შეუძლიათ მშობიარობა სრულად საკუთარი ხარჯით დააფინანსონ, ექიმები მოუწოდებენ ფინანსური შესაძლებლობის მიუხედავად, ჩვენების გარეშე საკეისრო კვეთაზე უარი თქვან.